ამერიკის საელჩოსთან ჩაიშალა აქცია ნატოს წინააღმდეგ. ევრაზიულ კავშირ შტატების დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან პიკასოს კლუბის წევრები დახვდნენ. ევრაზიული კავშირი იძულებული გახდა ტერიტორია დაეტოვებინა. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ჩაგორთვება ადგილიდან პირდაპირ ეთერში. ვასილ, შეძლეს თუ არა აქციის მონაწილეებმა თავიანთი საპროტესტო გამოსვლა სხვა ტერიტორიაზე გაემართა და ხომ არ ყოფილა რამე ინციდენტი? აქციის ჩატარება ევრაზიული არჩევანის წარმომადგენლება შეძლეს, ოღონდაც არა ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან საელჩოს მიმდებარე ტერიტორიის დაკავება მათ, როგორც შენაღნიშნეთ, ამარ პიკასოს კლუბის წევრებმა დაასწრეს. შესაბამისად, ევრაზიული არჩევანის წარმომადგენლები გადავიდნენ მიმდებარე არსებული ჰიპერმარკეტის ტერიტორიაზე, სადაც აქცია უკვე იმ ტერიტორიაზე გამართეს. ევრაზიული არჩევანის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ საქართველოში ქვეყნის საერთაშორისო კურსთან დაკავშირებით ხელმეორედ ჩატარდეს რეფერენდუმი. პიკასოს კლუბის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ქვეყნის საერთაშორისო კურსი ურყევია და ისინი არ მისცემენ საშუალებას ნებისმიერ ორგანიზაციას, რომ ეჭვი შეიტანონ მის ურყეობაში. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი და საქართველოს მოსახლეობამ, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს. ქართველი ხალხი მხარს უჭერს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას თუ საქართველოს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას. ამერიკის საელჩოსთან კი არ და მთლიანად საქართველოში არსად არ ავაფრიალებინებთ რუსეთის დროშას, იმ დროშას, რომელმაც მშვიდობიანი მოსახლეობა და მოგვიკლა და ომი დაიწყო. ესენი იკვებებიან და რა ფულითაც იკვებებიან, ეს არ არის საიდუმლოება, ესენი პუტინის ძუძუს წოვენ. აი ეს ორგანიზაციები და არ შეიძლება ესენი თუ ყოველ აქციაზე არ აღუდექით, წინ არ დაუდექით, დამჯერეთ იქნება 21 წელი იქნება, შემდეგი 21 წელი განმეორდება. ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, აქ იყო თბილისის საპატრულო პოლიცია, ასევე თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებიც. ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს, თუმცა სამართალდამცველებმა ვითარების გართულება თავიდან აიცილეს. ამ დროისთვის არც ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე და არც ჰიპერმარკეტ გუდვილის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის წევრები აღარ იმყოფებიან. მადლობა, ეს იყო ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. თბილისი ერთადერთი ადგილი არ იყო, სადაც ევრაზიულმა კავშირმა ნატოს საწინააღმდეგო აქციის გამართვასა და ხმაური იყო ზუგდიდის ცენტრშიც. ევრაზიული კავშირის გამოსვლის ჩატარების საშუალება არ მისცა ადგილობრივმა მოსახლეობამ და ორგანიზაცია თავისუფალმა ზონამ. აქციის მონაწილეებს ართვის პლაკატები, იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც. სამართალდამცველებმა თავისუფალი ზონის 4 წარმომადგენელი და 1 მოქალაქე აიყვანეს. რუსეთის გულზე რა წინააღმდეგ წავედი, ამიტომ აკავებენ. რატო აკავებ, ბიჭო? მითხარით რა არაფერი არ არის. რუსეთს რა წინააღმდეგება, იმიტომ აკავებ. რატო აკავებ? რატო აკავებ, ბიჭო? რუსეთს ახურებით. რატო აკავებ? რუსეთს ბიჭო, რაზე მაკავებ? რაზე მაკავებ? რაზე ბიჭო? რაზე მაკავებ? რაზე მაკავებ? პრეცედენტს მიმართეთ და ყველა განმარტებას ყველაფერს გააკეთებთ. პრეცედენტს მიმართეთ და გაიგებთ ყველაფერს. სრულიად აქცია ეს თბილისში ტარდება გორში, ბათუმში დღეს. ვაფიქსირებთ არა ნატოს. არც არავინ მიგვიღებს ჩვენ ნატოში ობამას თქვა, მერკელმას თქვა, მეტი ვინ უნდა უთხრას ამ ნაცებს და ზონდერებს, რომ ნატოში არავინ არ მიგვიღებს. ევრაზიულ კავშირს უნდა დაუახლოვდეს რუსეთს, უნდა მოვეფეროთ, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, რომ დავიბრუნოთ. პუტინი შესულია იმისთან და იმაში, რომ ვეღარ გამოვა იქიდან. თან მსოფლიო უპირისპირდება და ეს კაცი დგას აქ და ამბობს, რომ ის არის პუტინი, კაი კაცი. წაიყვანოს თავის სახში და წავიდეს იქით და ჩაეხუტოს იმ რუსეთს. იქით წავიდეს.